Მოგესალმებით მე-9 არხზე ახალი ამბების დროა 18 საათზე სტუდიაში თქვენთვის მუშაობას თამთა სანიკიძე იწყებს. თბილისი თავისუფლების მოედანი ქუთაისი მესხიშვილის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორია. ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა. ხალხმრავალი დემონსტრაცია ორ ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 10,000-ობით ადამიანს კოალიციის ლიდერმა მიმართა. სცენაზე იდგნენ დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებიც. დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე 1 ოქტომბერი. ამ სიტყვებით დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლა. ქართული ოცნების ლიდერმა შეაჯამა წინასაარჩევნო კამპანია. მოსახლეობა შეახსენა პოლიტიკაში მოსვლის მიზეზები, შეაფასა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, გამოეხმაურა პატიმართა წამების ამსახველ კადრებს და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება. იყო რამდენიმე მიმართვა. ივანიშვილმა მიმართა პედაგოგებს, საჯარო სამსახურების თანამშრომლებს, პოლიციელებს, სამხედროებს, დევნილებსა და ემიგრანტებს. დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო და ტრადიციულად ბერას სიმღერით დასრულდა. ნოდარ ჩაჩუა მუშაობს დილიდან თავისუფლების მოედანზე, ახლა ის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება და მოგუყვება რა ხდებოდა მოედანზე აქციის მსვლელობის დროს. ნოდარ გისმენთ. დიახტამთა აქცია თავისუფლების მოედანზე უკვე დასრულებულია, თუმცა ხალხი ჯერ კიდევ შემორჩა და ისინი თანდათანობით უკვე მიემგზავრებიან სახლში და იშლებიან და ტოვებენ აქ თავისუფლების მოედანს. შემდეგ უკვე ცოტა მოგვიანებით კი როცა თავარი გამზირი დაისხლება, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები თავისუფლების მოედანს დაასუფთავებენ. რაც შეეხება უკვე მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, თავდაპირველად ღონისძიება დაიწყო კონცერტით, სხვადასხვა მუსიკოსებმა, შემსრულებლებმა შეასრულეს სიმღერები და ასევე ხალხს მათი აქ დღევანდელ აქციაზე ყოფნის მიზეზები განუმარტეს. შემდეგ კი სცენაზე კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი გამოვიდა და მან რამდენიმე ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პირველი რაზეც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ისაუბრა, იყო ახალგაზრდები და სტუდენტები, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა. მაშინ როცა საჭირო გახდა ქართველი ახალგაზრდების გვერდით დგომა, ქართველმა ახალგაზრდებმა თქვას ვაჟკაცური სიტყვა და ისინი ქართულ საერთო პროტესტს შეუერთდნენ. ბიძინა ივანიშვილს მხედველობაში ჰქონდა სტუდენტების ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, რომელთან დაკავშირებითაც სტუდენტებმა პროტესტი გამოხატეს. სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს. ყველა დარწმუნდა ამაში. აღარ დასავლეთი დახუჭავს თვალს ამ უკანონობაზე, ამ გაუგონარ ძალადობაზე. ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია. წარმოუდგენელია დასავლეთმა სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს ხარი დაუჭიროს მათ, ვინც წინააღმდეგაც ჩვენი ქვეყნის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ქუჩები აავსეს. თავდაჭერილი და ღირსეული პროტესტით. ეს ხელისუფლება ბევრს ესადა ჩვენი ახალგაზრდები იდეალებისა და ღირებულებებისაგან დაცლილ მომხმარებელ საზოგადოებად ექცია, რომლისთვისაც ყველაფერი სულ ერთია პირადი წარმატების გარდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებით ძიმე საყურებელი იყო და ახლა ერთი-ორად ამაყი ვარ, რადგან როდესაც საჭირო გახდა ახალგაზრდობა მაშინვე დაიკავა სწორი სამართლიანი პოზიცია და ადგა სიმართლის მხარეს. გააპროტესტა სისასტიკე, უსამართლობა, ადამიანების ღირსების შელახვა, უზარმაზარი საპროტესტო ტალღა აღორა და ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ვაჟკაცურად შემოაბიჯა ჩვენმა ახალგაზრდობამ. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი დღეს ასევე გამოეხმაურა მისი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ბრალდებებს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლებაში, იმ შემთხვევაში თუ კი ისინი გაიმარჯვებენ და ხელისუფლებაში მოვლენ, მაშინ ისინი დააბრუნებენ კრიმინალს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოალიცია ქართული ოცნება შექმნის სწორ სისტემას, რათა არ დაბრუნდეს კრიმინალური სამყარო ქვეყანაში და კრიმინალური სიტუაცია ქვეყანაში. და დღეს ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იგი შეეწინააღმდეგება კანონიერ ქურდებს და ასევე ქურდად ქცეულ ხელისუფლებას. ამ ბოლო დღეებში ჩვენ ხელისუფლების იმდენი უბადრუკი მცდელობის მოწმენი გავხდით, თავის დანაშაულსა და სისასტიკეს ისეთი უღირსობა და უსუსური ფარული ჩანაწერები დაუპირისპირეს, რომ ყველასათვის ნათელი გახდა. წყალწახებული ხავს ეჭიდება. სააკაშვილი ცდილობს საქართველოს მოსახლეობა იმაში დაარწმუნოს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში ყავ კრიმინალებისა და ქურდების დრო დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ, ამის უკვე აღარ ავისჯერა. ამ სისულელის არ ჯერა თავად ხელისუფლებასაც. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ რაც არ ერთხელ მithქვავს, წესრიგი მოაქვს სამართალს და სამართლიანობას. უსამართლობასა და ძალმომრობაზე დამყარებულ წესრიგს მოაქვს ერთი მოძალადის მეორე მოძალადით შეცვლა. საქართველოში ხალხმა საკუთარ თავზე გამოსადა თუ რას ნიშნავს კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი და ამას აღარავინ დაუშვებს.
ეს დრო საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ არც იმას დაუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი ქურდად მომჯდარვა ხელისუფალმა ჩაანაცვლოს. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა დღეს ასევე რამდენიმე მოწოდებაც გააჟღერა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა პედაგოგებს ასევე და უთხრა რომ მათ ხელისუფლებას მათგან ჭირდება მონური მორჩილება ქართული ოცნება კი პედაგოგებს პირდება ღირსებას და ღირსების აღდგენას ბიძინა ივანიშვილმა დღეს ასევე მოწოდება გაავრცელა საჯარო მოხელეების მისამართითაც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა რომ პოლიტიკური ნიშნით პარტიული ნიშნით ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები არ დაისჯებიან ისინი მხოლოდ და მათი შეფასების კრიტერიუმი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმი და ყველა ის ადამიანი რომელიც დღეს საკუთარი პროფესიონალიზმის წყალობით არის დასაქმებული შეიქმნება და იქნება უკეთეს პირობებში და ქართული ოცნება მათ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მიანიჭებს სრულ თავისუფლებას. თქვენ საჯარო მოხელეს მიმართავ დაჟინებით გიმტკიცებდნენ რომ თუ ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ყველას სამსახურიდან გაყრის და ანგარის გაუსწორებს. მე პირდაპირ და გადაჭრით ვიტყვი. ჩვენ ამას არ დაუშვებთ. პირიქით შეწყდება პოლიტიკური ანგარიშტორება. არ დაიწყება წინა ხელისუფლების მომხრეების და სახელისუფლებო სტრუქტურებში ნამსახურები ადამიანების დევნა. ჩვენ გავათავისუფლებთ საჯარო სამსახურს პოლიტიკური წნეხისაგან. საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება აღარ იქნება ვიღაც ნებას სურვილზე დამოკიდებული. მათ მხოლოდ პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება მოეთხოვებათ. მე გპირდებით ყველას, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. მე გაძლევთ ამის პირობას, მაგრამ გაემიჯნეთ უკანონობას, გაემიჯნეთ დანაშაულს. დღევანდელი შეხვედრა ასევე შეაფასეს ექსპერტებმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ დღეს აქ აქციაზე, როგორც მათ აღნიშნეს, ამდენი ხალხი მათ შედარება მოახდინეს ვარდების რევოლუციასთან და როგორც მათ განაცხადეს, დღეს აქ იდგა ორჯერ მეტი ადამიანი ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს და ისინი დგანან იქ, სადაც სიმართლეა. ეს არის გაცილებით მეტი ადამიანი აქ, ვიდრე იყო ვარდების რევოლუციის დროს. ეს არის მნიშვნელოვანი გაფრთხილება, როგორც იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც წავა ალბათ მშვიდობიანად იმედია, ისევე იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც მოვა. იმიტომ რომ თუ კი არ შეასრულებს იმ პირობებს, რომელ პირობებსაც დღეს აძლევს საქართველოს ახალი ლიდერი და მისი კოალიცია, მათ გასაშვებადაც ორჯერ უფრო მეტი ხალხი მოვა, ვიდრე არის დღეს. ამიტომ მე მგონია, რომ ყველას მოქალაქეობრივი მოვალეობა აქვს, რომ ვიყოთ იქ, სადაც არის ცვლილებების იმედი და მოლოდინი. მიტინგი, რომელიც საცობს შექმნიდა ოპერამდე, მასეთი მიტინგი საქართველოს არ აქვს. ძირითადად ეს მტკიცე-ფენა იწყებოდა სადღაც პირველი სკოლის ზონაში და ასეთი რაოდენობა ხალხისა, რომელსაც უნდა აჩვენოს თავის დამოკიდებულება. მეტყვი არაფერი არ ხდება ახლა. ასეთი რაოდენობა ხალხისა არ მახსოვს და აი ამას ალბათ უნდა გაუწიოს, ასეთ უნიკალურ მოვლენას უნდა გაუწიოს ყველა მანგარიში. მომავალ წელს 25 წლის თავს ვიხდი ქუჩაში გამოსვლის და მე ესე მგონია ეს ბოლოა. საქართველოს როგორც იქნა ეშველება საქართველოს და ეს ამის აი ბოლოს წინა აკორდია. ეხლა პირველი, ორი და მერე იმედია აი 50 წელი აღარ დაგჭირდება ქუჩაში გამოსვლა. დღევანდელი აქცია, რომელიც გაიმართა აქ თბილისის მთავარ მოედანზე, თავისუფლების მოედანზე იყო კოალიცია ქართული ოცნების ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრა ამ მომრჩეველთან დღეს, როგორც კოალიციის ლიდერმა, ასევე უკვე სხვა ლიდერებმაც, რომლებიც აქ ესწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას, თუმცა ისინი სცენაზე არ გამოსულან, აქ დამსწრე ამ მომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. მადლობთ, ეს იყო პირდაპირი ჩართვა თავისუფლების მოედნიდან და ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა. თავისუფლების მოედნამდე მოსახლეობა კოლონებით მივიდა. მსვლელობები მოეწყო ეროვნული სტადიონიდან, ვაკის პარკიდან, ავლაბრის მეტროდან და სპორტის სასახლიდან. სტადიონიდან ქართული ოცნების მხარდამჭერების მსვლელობას კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდუბეში, ჩუღურეთსა და ნაძალდევში, ვახტანგ ხმალაძე, ვიქტორ დოლიძე და თია წულუკიანი მიუძღვებოდნენ. 10,000-ობით მხარდამჭერი ქართული ოცნების დროშებითა და ბანერებით გმირთა მოედნის გავლით თავისუფლების მოედანზე კოალიციის მხარდამჭერებს შეუერთდა. მოსახლეობის დღევანდელმა მხარდაჭერამ ცხადყო, რომ კოალიცია 1 ოქტომბერს არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ასეთი განცხადებები კეთდებოდა დღეს ქართული ოცნების წევრების მხრიდან.
ჩვენი სამშობლოს ჭეშმარიტი აღმშენებლობისთვის და არა ფასადურისთვის. აი ამის დემონსტრირება იქნება დღეს და ამის ოფიციალური გაფორმება მოხდება პირველში. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთესობა თქვენი მომავალი, ჩვენი თაობის მომავალები გაიზარდონ. არ შეიძლება ასე ცხოვრება. ყველა საკის ადამიანი დღეს გამოსულა იმდენად გუჯერა, რომ თან უფლის წიმედი გვაქვს პირველ რიგში. და დარწმუნებული რომ ყველაფერი იქნება იმაზე კარგად, ვიდრე ყველას წარმოუდგენია. ის პოზიტივი, ის მუხტი, ის სიყვარული და სიკეთე, რომელიც ჩქეფ დღეს ჩვენი თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ ქუთაისში, სხვა ქალაქებში. მე ვფიქრობ, არის ძალიან ნათელი მაგალითი კონსოლიდირებისა, რასაც ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა 27 მაისს. კოლონა დაიძრა დღეს ავლაბრიდანაც ათასობით ადამიანი თავისუფლების მოედნისკენ ქართული ოცნების დროშებით გაემართა. მხარდამჭერებს კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები და ლიდერები მიუძღოდნენ. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო პირებიც. ქართული ოცნების აქციებზე დასასრებად დღეს კოლონები დაიძრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. თბილისში ჩამოვიდნენ კოალიციის მხარდამჭერები გურჯაანიდან, ლაგოდეხიდან, დედოფლისწყაროდან, სიღნაღიდან, თელავიდან, ყვარლიდან, ახმეტიდან, საგარეჯოდან, რუსთავიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან, სტეფანწმინდიდან, დუშეთიდან, გორიდან და ხაშურიდან. დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან დაძრული კოლონები კი ქუთაისში მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მსვლელობა მოეწყო აჭარიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და საჩხერედან. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში მხარდამჭერი აქციების საზღვარგარეთ. დავიწყოთ იტალიით, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერები ერთდროულად რომში, ფლორენციასა და რეჯინაში შეიკრიბნენ და კოალიციის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს. ემიგრანტებმა ქართულ ციხეებში პატიმართა წამებაც გააპროტესტეს და დანაშაულში მონაწილე ყველა ადამიანის კაცრად დასჯა ითხოვეს. ქართულ ოცნებას წარმატებები. ჩვენ ემიგრანტები დგევართ ქართული ოცნების გვერდით. ქართული ხალხო, ჩვენ ვართ ქართველები და დავამტკიცოთ ჩვენი გამარჯვება 1 ოქტომბერს. დავამტკიცოთ სახელმწიფოს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი დიდი გუნდი. ძალიან აღშფოთებული ვარ იმ ფაქტებით, რაც საქართველოში ხდება, რაც თბილისში ხდება. გარწმუნებთ იმასაც, რომ ზოგ-ზოგები რო ამბობენ, რომ საზღვარგარეთაც ხდება ესეთი ფაქტები, ეს არაფერს ჩვენ არაფერს ამითი გულს არ გვითხოვს, ამითი ჩვენ არ ვწყნარდებით. რა მიზეზითაც მოხდა ეს ფაქტი საქართველოში, ამის ორგანიზატორები ყველა უნდა დატოვოს მთავრობა. პატიმართა წამება ქართულმა ემიგრანტებმა ბრიუსელშიც გააპროტესტეს. მოთხოვნები ანალოგიური იყო. საქართველოს მოქალაქეებმა ქართულ ციხეებში შექმნილ ვითარებას საგანგაშო უწოდეს და მსჯავრდებულების წამებაში მონაწილე ყველა პირის დასჯა ითხოვეს. ბრიუსელში მცხოვრებმა ქართველებმა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვეს. ჩვენ საქართველოს, ჩვენ ტანჯულ ქვეყანას, ჩვენ დატანჯულ ქვეყანას, რომელმაც უგალმა ხელისუფლებამ რა არ დამართა, პირველის მერე რომ გამარჯვება იქნება, ამ გამარჯვების შევძახოთ და ვთქვათ, ჩვენ სამშობლოს გაუმარჯვებთ! ეს არის დანაშაული, ჩადენილი ადამიანურობის და კაცობრიობის წინაშე და სწორედ ამ მუხლით უნდა გავასამართლოთ ეს ადამიანები. ეს რაც მოხდა, არის წარღუნა საქართველოში. არ შეიძლება სააკაშვილის ყოფნა კიდე. ციხიდან გავრცელებული შემზარავი კადრების გამო პოსტი კიდევ ერთმა თანამდებობის პირმა დატოვა. ამჯერად სამსახურზე უარი ლტოლთა და განსახლების მინისტრის მრჩეველმა თქვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა. რამაზ ლურსმანაშვილმა უკვე დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და უკვე მიმართა მინისტრს. ყოფილი საჯარო მოხელე გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების წამებისა და მადამი არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრებით ხსნის. გადაწყვეტილება მივიღე მაშინ, როდესაც ტელეეკრანებზე გამოჩნდა ეს შემზარავის სურათები. როდესაც ქართველ კაცს ციხეებში აუპატიურებენ ცოცხებითა და ხელკეტებით, სასტიკი მეთოდებით აწამებენ და მერე კლავენ. ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები, რომლებიც იქ არიან დღეს და არა მარტო ტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, 98% არის მომხრე ყველა ქართული ოცნების, მაგრამ არა აქვს საშუალება გამბედაობა ჯერჯერობით თავიანთი მდგომარეობის გამო არ აქვს.
ციხიდან გავრცელებული კადრების გადამღებით ვლადიმერ ბედუკაძის წინააღმდეგ კი საქართველოდან ბელგიაში სისხლის სამართლის საქმის მასალები გაიგზავნა. ქართულმა მხარემ საქმე გამოსაძიებლად ბელგიის პროკურატურას გადასცა. პროკურატურის განმარტებით ქართულმა სამართალდამცავებმა ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21 მუხლის შესაბამისად იმოქმედეს. პარალელურად ინტერპოლი ძებნილი ბედუკაძის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. გლდანის ციხის ყოფილ თანამშრომელს დაუსწრებლად უკვე შეუფარდეს პატიმრობა. ბედუკაძეს 18 სექტემბრიდან ეძებენ, ანუ მას შემდეგ რაც საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა გლდანის ციხეში პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და მადამი არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო მასალები გამოაქვეყნა. მაშინ ბედუკაძე საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა, ის ბრიუსელში იყო. ვინაიდან ვლადიმერ ბედუკაძე მოახერხა ქვეყნის დატოვება და ის დღეს მდგომარეობით იმყოფება ბელგიის სამეფოში, მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. რუსთავიორის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართავენ. წაგიკითხავთ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებზე, ტექნიკურ პერსონალსა და შემოქმედებით ჯგუფს ვრცელდება. ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში გვიკეთებია ჩვენი ტელევიზია ქართული სახელმწიფოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვარღვევთ 8 წლიან დუმილსა და მოგმართავთ თქვენ. ქვეყანაში მეფობს ძალადობა. ძალადობა არა მარტო ციხეში, არამედ ყველა სფეროში. ჩვენ ერთად ვართ ძალადობის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი სახელმწიფო მანქანის მხრიდან. უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის, თვალთვალის და უფარავი მოსმენების, ორგანიზაციის ხელოვნურად გაკოტრების რეჟიმზე გადაყვანის შედეგად გვაიძულეს რუსთავიორის საკონტროლო პაკეტის დათმობა. ამ ფაქტმა კი დასაბამი მისცა მედიაში დღეს არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, რა წნეხის ქვეშ იმყოფება თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. რუსთავიორის წარმატებას ყოველთვის განაპირობებდა გუნდის პრინციპულობა და პროფესიონალიზმი. გთხოვთ გაიაზროთ პროცესების ობიექტურად და მიუკერძოებლად გაშუქება არა მარტო თქვენი უფლება, არამედ მოვალეობა და პასუხისმგებლობა, მით უმეტეს მასტქერის შეწყვეტის პირობებში. მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სამოქალაქო პოზიცია, უთხარით არა პროპაგანდასა და სიცრუეს. დაუბრუნეთ რუსთავიორს თავისუფალი მედიის სტატუსი. გვიგულეთ თქვენს გვერდით. ვემიჯნებით რა ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას იმედ გამოთქვამთ მიუკერძოებლის სასამართლოს პირობებში კვლავ ერთად შევძლებთ იმ საქმის კედებას, რასაც თავისუფალი დამოუკიდებელი ტელევიზია ჰქვია. მე ახლა წაგიკითხეთ რუსთავიორის ყოფილი მფლობელების განცხადება, რომელიც დღეს გავრცელდება. რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე? სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს ცნობას, რომ ქართული მხრიდან სროლას ჰქონდა ადგილი. უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით დილის 3 საათსა და 40 წუთზე ჯავის რაიონის სოფელ ქარძმანში ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო პოსტის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელის ყუმბართ მტყორცნიდან ცეცხლი გახსნეს, რასაც საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით საფასუხო ცეცხლი პოსტიდან აღარ მოჰყოლია. სროლის შემდეგ კი დე-ფაქტო საზღვრის სიახლოვეს სოფელ ქსუისის მცხოვრები მოგელი ტოლიაშვილი დააკავეს, რომელიც ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დედაკაობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. გავრცელებული ცნობით რუსმა სამხედროებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აიყვანეს. საუბარია შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელზე. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მოგელი ტოლიაშვილი ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა, რა დროსაც ის რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედროებმა აიყვანეს. დაკავება სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება. სად და რა მდგომარეობაში იმყოფება ბესო სურმავა? სახალხო დამცველის აპარატი ამ კითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ომბუდსმენის აპარატი დღეს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს გაატაროს ყველა ზომა ივანიშვილის დაცვის წევრის მოსაძებნად. წაგიკითხავთ ნაწყვეტს განცხადებიდან. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია რეგულარულად ვრცელდებოდეს ცნობები პოლიციის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. ეს არის სახალხო დამცველის აპარატის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადება. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავა უკვე მესამე დღეა გაუჩინარებულია. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ის ძალადობისა და მუქარის ქვეშ არის. ქართული ოცნება კი ბესო სურმავას ადგილმდებარეობის დასადგენად უწყება ჩორის კომისიას მიმართავს. კოალიციის სახელით დღეს განცხადება ქართული ოცნების პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. ფანჯიკიძე სურმავას სახელით ბოლო 2 დღის განმავლობაში YouTube-ზე ატვირთულ აუდიო მასალებს ფალსიფიკაციას უწოდებს. ეჭვებს აჩენს სათვალთვალო კამერით გადაღებული ის კადრებიც, რომლებიც 27 სექტემბერს გამთენიისას არის დაფიქსირებული. კადრების მიხედვით სურმავა მანქანაში უჯდება, თუმცა ისე რომ საკუთარ სამუშაო კაბინეტში ტოვებს პირად ნივთებს, მათ შორის საბუთებსაც. პირველში მოგიწოდებთ, რომ თქვენ წინააღმდეგ
მისი მეუღლე ამბობს, იგი დარწმუნებულია, რომ ეს ჩანაწერები არ არის განთავსებული მისი მეუღლის, ანუ ბესოს მიერ, რადგანაც მას არ ქონდა შესაბამისი ცოდნა კომპიუტერთან ურთიერთობისა და იგი ამაზე ვრცლად საუბრობდა. ასევე იგი არის დარწმუნებული, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა. პოლიტიკური ნიშნით თავდასხმები გრძელდება. ამჯერად მსხვერპლი ქართული ოცნების ოფისის დაცვის წევრის შვილი აღმოჩნდა. გავრცელებული ცნობით დათო ცისკარიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს და სცემეს. დაზარალებულის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ის კუკიის სასაფლაოზე მიიყვანეს, დაემუქრნენ, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცისკარიშვილის განმარტებით ცემის შემდეგ უცნობმა პირებმა ხელებზე ავტომობილით გადაუარეს. თავდასხმის შემდეგ კოალიციის ოფისის დაცვის წევრის შვილი საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა მანამდე ის დაზარალებული ტაქსით ქართული ოცნების ოფისში მივიდა, სადაც პირველად დახმარება აღმოუჩინეს. დღეს პოლიტიკური თავდასხმის ფაქტს კოალიციის პრეს-სპიკერი გამოეხმაურა. ჩვენ ამის შესახებ რასაკვირველია ინფორმაცია მივაწოდეთ უწყებათა შორის კომისიას. გარდა ამისა ინფორმაცია მივაწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს და უფლებადამცავ ორგანოებს ვთხოვთ ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას. არასამთავრობო სექტორის მწვავე დასკვნა, არათანაბარი საარჩევნო გარემო, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინა საარჩევნო კამპანიაზე მონიტორინგი დაასრულა და შედეგები დადო. განცხადება მწვავეა, დოკუმენტის მიხედვით გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები. მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული და სახელისუფლებო რესურსების ბოროტად გამოყენება. ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ კანონის შერჩევითი აღსრულება. კამპანიის დასაფინანსებლად თანხის ბიუჯეტიდან ხარჯვა. მაგალითებად მოყვანილია სტუდენტური დასაქმების პროგრამა და სტუდენტური ფესტივალი. განცხადებაში არის სტატისტიკური მონაცემებიც. არასრული მონაცემით დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 50-მდე და ამავე მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლების 57 შემთხვევა. პოლიტიკური ნიშნით შეფასდა ბოლო ერთ კვირაში ქართული ოცნების წევრთა და მხარდამჭერთა მასობრივი დაპატიმრებებიც. პოლიტიკურის გარდა არასამთავრობო სექტორი აფასებს მედია გარემოს და ითხოვს მასტქერის გაგრძელებას. მედიის ნაწილში ავტორები საუბრობენ სატელიტური თებშების დაყადაღებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის კონკრეტულ შემთხვევებზე. სამი ორგანიზაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთობლივი განცხადება უკვე გადაეცათ საელჩოებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. დიპლომატები დღევანდელ პრესკონფერენციასაც დაესწრნენ, მათ შორის იყო ამერიკის ელჩიც. ხედავდით, რომ ძალიან ხშირი იყო გარემო იყო მკვეთრად უთანასწორო, ეს ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ არ არსებობს ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ეს ზღვარი არის მთლიანად წაშლილი. რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან ხშირად იღებდნენ მიკერძებულ გადაწყვეტილებებს. ამ ყველაფერმა შექმნა სრულიად არათანაბარი შესაძლებლობები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისთვის და იქნებოდა შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი იყო არა კონკურენცია პოლიტიკურ ძალებს შორის, არამედ სახელმწიფოს დაპირისპირება ან სახელმწიფოს კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებთან. ასეთ პირობებში ძალიან რთულია ნებისმიერი პარტიისთვის, რომ რაღაცა გარკვეული ჯანსაღი კონკურენცია გაწიოს. დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელიშეშლის ფაქტები და ხშირად ეს იყო ძალადობრივი ქმედებებით განპირობებული, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხილეთ ეფექტური გამოძიება აღნიშნული საქმეების და არ დასჯილა თითქმის არც ერთი დამნაშავე პასუხისმგებაში არ მიცემულა. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის სატელიტური თებშების დაყადაღება, რაც ჩვენ მიერ შეფასდა როგორც უკანონო ქმედება, იმიტომ რომ არ იყო წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები და ვფიქრობთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ეს იყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ბოლოს ეს არის ცესკოს გადაწყვეტილება. გამოიყენებოდა ადმინისტრაციული რესურსი, გამოიყენებოდა ასევე სახელმწიფო რესურსი, ანუ ფინანსებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ფინანსდებოდა გარკვეული პროგრამები, რომლებმაც საბოლოოდ შეეძლოთ, რომ გავლენა მოეხდინა ამ მომრჩეველზე და ამ მომრჩევლის ნებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს ის ზეწოლები და გათავისუფლებები პოლიტიკური ნიშნით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ მთელი პერიოდის განმავლობაში. მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ის დაკავებებიც, რომელსაც ადგილი აქვს ეხლა და ადრეც ჰქონდა, ეხლა ბოლო პერიოდში ეს რაოდენობა გაიზარდა და აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ დაკავებულები არიან არა მარტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არამედ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომელიც ძალიან დიდი პრობლემა არის.
მრავალეროვანი საქართველოს რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არჩევნების მონიტორინგს ჩაატარებს. 5 რეგიონის 20 ოლქზე მიმდინარე არჩევნებს 500-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება. მონიტორინგს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები განახორციელებენ, რომლებიც ქართულის გარდა მინიმუმ კიდევ ერთ ენას ფლობენ. უკვე ჩატარდა წინასაარჩევნოდ მონიტორინგი, რომლის მიხედვით სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნოდ რთული ვითარებაა. ძალიან კარგად ვიცნობთ სიტუაციას ამ რეგიონებში. ამჯერად აგრეთვე გეტყვით, რომ უფრო მომზადებულები ვართ, რადგან მქონდა შესაძლებლობა, რომ ორდღიანი ტრეინინგები ჩავუტაროთ ჩვენს დამკვირვებლებს და მართლაც ვიმედოვნებთ, რომ საკმაოდ ხარისხიან დაკვირვებას ჩავატარებთ ამჯერად. ჩვენ ორგანიზაცია შემუშავებული აქვს კომუნიკაციის სისტემა ჩვენს დამკვირვებლებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის, ანუ გვეყოლება ორგანიზაციაში არჩევნების დღეს იმუშავებს 3 იურისტის, სპეციალური პროფილის, შესაბამისი პროფილის იურისტები და ასევე სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომლებიც კომუნიკაციაზე, ანუ კავშირზე იქნებიან ჩვენს დამკვირვებლებთან და დღეში 5 ჯერ დამკვირვებლები მოგვაწვდიან განახლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება უშუალოდ როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურები. ქართული ოცნება ზოგიერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კოალიციაში არ ადასტურებენ ცნობას იმის შესახებ, რომ საგარეჯოში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა საარჩევნო კამპანიისგან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო და კანდიდატურა მოხსნა. კოალიციის პრესპიკერი მაია ფანჯიკიძე განმართავს, რომ ეს ცნობა ნაციონალურმა მოძრაობამ მიზან მიმართულად გაავრცელა. ვრცელი შეხვედრები, ფართო შეხვედრები მას დაგეგმილი ბოლო დღეებში აღარ ქონია, თუმცა იმ დღეს, როდესაც ეს ხმა, ასე ვთქვათ, პირველად გავრცელდა ნაციონალური ტელევიზიებით, მას ჰქონდა ძალიან დიდი შეხვედრა, ხალხმრავალი და ეს გადაიცა კიდევაც ზოგიერთი ტელევიზიის ეთერში. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ლეიბორისტულმა პარტიამ ქართული ოცნების სასარგებლოდ მაჟორიტარობის კანდიდატი მოხსნა. საუბარია სამგორის რაიონზე, სადაც შალვა ათელაშვილის პარტიის სახელით კენჭს გიორგი ბიჭაშვილი იყრიდა. როგორც ბიჭაშვილი აცხადებს, ზურაბ აბაშიძეს მის უკვე ყოფილ კონკურენტს ქართული ოცნებიდან მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა აქვს და მისივე პროგნოზით არჩევნებში აბაშიძე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მე მიმართავ თხოვნით ყველა ჩემს ხარდამჭერს აუმრჩევებს, რომ ხმამისზე ზურაბ აბაშიძეს. უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს ახლა ქართულ ოცნებას, ვიდრე თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას ყავდა. და რა უვარდეთ თავში და ისევე რეგრესის გზით არ წავიდეს საქართველო. მიმართავ თხოვნით მიმართ ერთი რიგითი ქართველი ბატონ ბიზნეს, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და არ გამოვიდეს ისე, რაც შევარდნაძიდან მივიღეთ სააკაშვილამდე და ახლა არ მივიღოთ კიდევ ცოტა უარესი ღმერთმა არქნას ეს. კიდევ ერთი ასეთი მხარდამჭერა ამჯერად თავისუფალი საქართველოდან, ამჯერად საუბარია ლენტეხის რაიონზე, სადაც კახაკუკავას პარტიის სახელით კენჭს ამირან გარდაფხაძე იყრიდა. გარდაფხაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გია გაზდელიანის გამო მიიღო. მინდა მიმართო ხალხს და უთხრა, რომ ხალხმა ნურაფრის მიგეშინიათ, ვინაიდან მე რომელსაც 6 წელი შეიძლება ხვალე მომისაჯონ, არ მეშინია ხალხს, იმიტომ რომ ამად აღარ აქვს მაგისი ძალა და ყველა გაერთიანდეს და ყველა დადგეს ქართული ოცნების ხარდასაჭერად. მე მინდა ყველას მოუწოდო ეს დღეს, ვინაიდან დღეს უბრალოდ ჩვენ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს. სამტრედიაში პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან თანამშრომლები დაითხოვეს. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ კახიკალაძის საარჩევნო შტაბში განსხვავებული აზრის გამო გათავისუფლებული მოქალაქეები მივიდნენ. ესენი არიან პოლიციის კაპიტანი, დაცვის პოლიციის ინსპექტორი გივი ნადირაძე და დასავლეთ საქართველოს რკინიგზის ელექტრომომარაგების სამმართველოს ელექტროდისპეჩერი ზალ სტურვა. ისინი ამბობენ, რომ სამსახურებიდან მხოლოდ იმის გამო დაითხოვეს, რომ ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს. მე მინდა ყველას უთხრა, რომ ამ ადამიანებს მარტო არ დავტოვებთ, ამ ადამიანებს ექნებათ მაქსიმალური თანადგომა ჩვენი მხრიდან და მინდა იცოდეს ყველამ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანები, ვინც დათხოვილი იქნება სამსახურიდან, ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ ამ ადამიანებს და ამ ადამიანების ოჯახებს. იყო გამთხილება, რომ ვისგან? ხელმძღვანელობიდან, ჩემს ხელმძღვანელობიდან, რომ არ მეაქცეურა და არ ყოფილა ქართული ოცნების სპეციალისტი ამბობდა. იყო ზეწოლა. პირადად
სოციალისტის მაჟორიტარი დეპუტატი ალქანდრე სტუროადა. ზეწოლა არის სამსახურებში, რომ როგორმე საჯარო სამსახური გადაიყვანონ თავის ხარჯზე არასორი გზას დააყენონ. ადამიანს თავისუფალი აზრის გამართულებას არ აძლევს საშუალებას. კიდევ ერთი დაკავება, თუმცა პატიმრობის პროცესი ამჯერად რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაპატიმრებული იყო ჩოხატაურის რაიონში სოფელ სამებაში ქართული ოცნების координаტორი გელა ჟღენტი. თვითმხილველები ხვდებიან, რომ ჟღენტი საარჩევნო უბანზე ნასო მდგომარეობაში მივიდა და ხმამაღლა გააპროტესტა, თუ რატომ არ ვერ მოძებნა საკუთარი თავი საარჩევნო სიაში. ამ ფაქტიდან მალევე კი ჟღენტი ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. პოლიციაში დაკავებულის დაკითხვის პროცესი 5 საათს გაგრძელდა. გვიან ღამით ჟღენტი გაათავისუფლეს და სახლში გაუშვეს. ნახა არ იყო სიაში, კედლის სიაში და საყვედური გითხრა სუყველას თბილისიდან ჩამოსული ვარ, ამიტომ და რატო არ ვარ. და რასაკეთებთ კომისიაში, რატო არა გასწორებული სიები განუმარტეთ, რომ ჩვენ არ გვეხება კომისიას, ამ სიებს აზუსტებს სხვები და გადმოცემული არის იმიდან CSKO-დან მეტი არაფერი. გვაყოფილო დატოვა უბანი. ოცნების მხარდამჭერი არ ყოფილიყო, არავინ არ დაახშობდა, ასე რომ აუცილებლად ამ წუთში წამოდი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უნდა გავატაროთო და ყველა მისის ფსოველში რომ ახლა გელაჟღენტი ნარკომანი არ არის, უბრალოდ სმა ყველას უყვარს ახლა გურიაში და დღეს ელემენტარულად ცოტათი ნასვამი იყო ადამიანი. გურჯაანის რაიონის ერთ-ერთი სოფელი მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე დარჩა. საუბარია მაღალმთიან სოფელ ჭერემზე, სადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალური ტრანსპორტი გააუქმა. ამ შემთხვევაში იგულისხმება უაზის ტიპის მიკროავტობუსი. ეს მიკროავტობუსი ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო. კოალიცია ქართული ოცნების გურჯაანის შტაბში ამბობენ, რომ ავტობუსის ჩამორთმება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. შტაბის განმარტებით ხელისუფლებას ამ ფორმით სურს ჭერემის მოსახლეობას ხმის მიცემის საშუალება შეეზღუდოს, რადგან ჭერემის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელშია რეგისტრირებული. ავტობუსი ამ დრომდე გურჯაანის გამგეობის ეზოშია გაჩერებული. თუმცა კითხვაზე, რატომ გახდა აუცილებელი არჩევნებამდე 2 დღით ადრე მაღალმთიანი სოფლისთვის ტრანსპორტის ჩამორთმება, ადგილობრივი ხელისუფლება პასუხს ჯერ არ სცემს. არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობა ჩაწერილია, სოფელ ჭერმის მოსახლეობა ჩაწერილია სხვადასხვა სოფლებში და ამიტომ მოსახლეობას გადაადგილების საშუალება რომ არ ქონდეს და ხმა არ მისცეს სხვადასხვა უბნებზე, ანუ ხმა დაიკარგოს, სწორედ ამაზეა გამახვილებული ყურადღება. და ამ წუთებში მაცნობებენ, რომ ქუთაისში, სადაც ქართული ოცნების დემონსტრაცია ჩატარდა დღეს, გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მას შემდეგ რაც აქცია დასრულდა, უფრო კონკრეტულად რა ინციდენტზე არის საუბარი, ამას ჩვენი კორესპონდენტი იმედა დარსალია მოგვაწვდის, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ქუთაისში მუშაობდა. იმედა, შენ პირდაპირ ეთერში ხარ, რა ინციდენტს ჰქონდა ადგილი აქციის შემდეგ? თამთა ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა, მაშინვე როგორც კი აქცია დაიშალა, ქართული ოცნების აქცია დაიშალა, თქვენ ახლა კადრში ხედავთ ადამიანებს, აქ არიან პოლიციის რამდენიმე მანქანა არის, ინციდენტი მოხდა სულ რამდენიმე წუთის წინ და ამ მოედანზე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და სადაც აქცია ტარდებოდა, რამდენიმე ავტომანქანა შემოვიდა დიდი სიჩქარით, 5 ნომრიანი სიმბოლიკებით და რამდენიმე წრე დაარტყეს აი ამ მოედანს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და სუბუქად დაეჯახა, ფეხით მოსიარულეს. ჩვენ შეგვიძლია ეს კადრები ახლა პირდაპირ ეთერში ვნახოთ. მოგვიანებით კი ავტომანქანა გაიტანა ღობე, რომლითაც შემოსაზღვრული იყო ეს ტერიტორია. შეგვიძლია ეს კადრები ვნახოთ ახლა პირდაპირ ეთერში. ერთი წამი რა. ნაციონალური წამი. აგერ ვიდექით ჩვენი ბიჭები მივდიოდით სახლებში. ნაციონალური. ხო. არა. მოიცა.
შეგახსენებთ, რომ ეს ინციდენტი სულ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში ამ მოედანზე მოხდა, სადაც ქართული ოცნება აქციას მართავდა. აქციის დასრულების შემდეგ მოხდა ეს ინციდენტი. ამ წუთებში პოლიცია სავარაუდოდ კითხავს დაზარალებულ მამაკაცს და კითხავს ასევე თვითმხილველებს, ვინც შეესწრო ამ ინციდენტს. რაც შეეხება აქციის დეტალებს, კოალიციის ლიდერებმა დღეს ამ აქციით, რომელიც დღეს ჩატარდა ქუთაისში, საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია დაასრულეს. ამ მოედანზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი რამდენიმე საათის განმავლობაში. ისინი ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართვას აქ დამონტაჟებული დიდი მონიტორის საშუალებით უყურებდნენ, უსმენდნენ. ქუთაისის აქციას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონიდან შემოვერდნენ. აქ იყვნენ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები გუბა სანიკიძე, ეკა ბესელია, ირაკლი ალასანია და კახი კალაძე. მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ლიდერები ერთდროულად თბილისსა და ქუთაისში აქციებს მართავდნენ, რითაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათ წინასაარჩევნო კამპანია დაასრულეს. სწორედ ამ დროს სამტრედიაში განათლების მინისტრი ხატია დეკანუიძე, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და პარლამენტარი ავთანდილ სტურუა ნაციონალური მოძრაობიდან სამტრედის საჯარო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს ხვდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მე-11 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, სადაც სამტრედის ყველაზე დიდი ნომერი მეორე საარჩევნო უბანია განთავსებული. პედაგოგები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ შეხვედრა არჩევნების თემასა და ხმებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, თუმცა თავად მინისტრები და პარლამენტის წევრი ამ ფაქტს არ ადასტურებს. ჩვენს მომავალზე, ჩვენს შვილებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე, ახალ სიახლეებზე განათლების სფეროში. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა წამართოს ჩვენი საომრელო საქმიანობა. შეგიძლიათ შეკითხოთ პედაგოგებს, ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს განათლების და მეცნიერების სფეროში, სკოლაში, სკოლების რეაბილიტაციაზე ვისაუბრეთ, რომ ყველაფერი იმაზე, რასაც ვაპირებთ მომავალ წელს. მე შემიძლია ყვირა ღამემდე ნებისმიერ სკოლაში ჩემს უშუალო კოლეგებს ვასაუბრო. ამიტომ აგერიათ თქვენ მაჟორიტარი და განათლების მეცნიერების განათლების მინისტრი დადის ყველა სკოლაში. მე პირადად სამტრედის ყველა სკოლა მოვიარე, თითქმის დამჭა რამოდენიმე სკოლა ის უნდა მოვიარე. ყველა სკოლაში ვაპირებ სპორტული სექციების გახსნას, იმიტომ რომ ოქტომბრიდან ვიწყებთ სასკოლო შეჯიბრებებს, ყველა სკოლაში უნდა შევიტანო სპორტული ინვენტარი, ყველა სკოლაში უნდა დარბაზები გავურემონტო, ისევე როგორც სამტრედიაში ყველა სპორტული ობიექტი გავარემონტე და გავაკეთე. ცენტრალური მოედნიდან დაწყებული საჭიდაო დარბაზები და ძალიან ბევრი რამე გავაკეთე სამტრედისთვის და მომავალშიც გავაკეთე. გქონდა თუ არა კითხვა მასწავლებლებს 1 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით? საერთოდ არ ყოფილა არჩევნებზე ლაპარაკი. აქ იყო ლაპარაკი პედაგოგების სერტიფიცირებაზე, მათ მომავალ ხელფასებზე, მათ მომავალ ბედზე, ბავშვების სწავლაზე და ასე შემდეგ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის კადრები მე-9 არხის სამტრედის ბიურომ 1 საათის წინ გადაიღო დაახლოებით, სადაც სამტრედის ყველაზე დიდ საარჩევნო უბანზე მინისტრები სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს ხვდებოდნენ. მადლობთ, ეს იყო პირდაპირი ჩართვა ქუთაისი და სადაც რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა და ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა კორესპონდენტმა იმედა დარსალიამ მოგვაწოდა. საარჩევნო კამპანია დაასრულა ოზურგეთში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც ბოლოს შეხვედრა ამომრჩეველთან ზვიად კვაჭანტირაძემ სოფელ შემოქმედში გამართა. ამ შეხვედრას რამდენიმე ემიგრანტიც დაესწრო, ისინი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სამშობლოში დროებით ჩამოვიდნენ. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, უსამართლობა და დაუსაქმებლობა ეს იყო ის ძირითადი პრობლემები, რომლის შესახებაც ამომრჩევლები მაჟორიტარობის კანდიდატს ესაუბრნენ. ჩემთვის წარმოუდგენელია ის, რომ ყოველდღე როგორც შეიძლება 21 საუკუნეში გვაყვედლონ წყალი, შუქი, გზა და არ მოგცეს იმის გადახდის უნარი, არ შეგვწევს აქ რომ ვიმუშაოთ, იმიტომ მე 50 წლის ქალი ვარ და არ არის ჩემთვის აქ სამუშაო. და ამ წუთებში ბათუმში ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერები საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საკუთარ მიღწევებსა და კვლევებს აცნობენ. ორგანიზატორების განმარტებით ფორუმის მთავარი მიზანი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვა. ისინი მათი გამოცდილებისა და კონტაქტების დახმარებით საქართველოში კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და თანამშრომლობის კონკრეტულ პერსპექტივებზე საუბრობენ.
ამ ფორუმის მიზანია მოვიზიდოთ და საქართველოში ჩამოვიყვანოთ ჩვენი უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები, დავამყაროთ მათსა და აქ მოღვაწე მეცნიერებს შორის საქმიანი კონტაქტები, რათა ეს ურთიერთობა მომავალში იყოს წარმატებული ორივე მხარისათვის და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა იქცეს რეგიონში მეცნიერების ერთ-ერთ ცენტრად. ერთად დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება ეს გამოცდილება გამოყენებული იქნას, ვთქვათ, იგივე საქართველოში უმაღლესი განათლების სკოლის მოდიფიცირებისათვის, რა შეიძლება პოზიტივი იქნას განმეორებული იქნას. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია, ახალი 6 ამით დასრულებულია. მე დაგემშვიდობებით 21 საათზე კი თქვენ თავარი საინფორმაციო გამოშვებამდე. ნახვამდის.